მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ამ ვიდეოში მინდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს უბინაობის ფსიქოლოგიური მიზეზები და მოგცეთ მცირე რეკომენდაციები, როგორ შეიძლება ამ პრობლემის დაძლევა დაიწყოთ და მეტი უკეთესობა შექმნათ ამ მიმართულებით, ხო? სხვადასხვანაირად ხდება ხოლმე. Მაგალითად, ხანდახან არის ხოლმე, რომ ადამიანს აქვს თავის საცხოვრებელი, მაგრამ შემდეგ ღებულობს რაღაცა გააწყვეტილებებს და კარგავს თავის ბინას ან სახლს, ხო? შესაძლებელია ის უკვე დაიბადა ასეთ პირობებში. ან თავიდან ოჯახს ჰქონდა ბინა, მაგრამ ასე ვთქვათ, მშობლებმა მიიღეს რაღაცა არასწორი გააწყვეტილებები. ასეთი მაგალითები თანამედროვე საქართველოში არის ძალიან ბევრი, კრედიტებს გადაყოლილი, ასე ვთქვათ, საცხოვრებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, თვითონ ისტორია, როგორც არ უნდა გქონდეთ, ხო? ასე ვთქვათ, აი ამ უბინაობის ისტორია, ხო, უსახლობის ისტორია, რაც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში ამან ჩამოაყალიბა გარკვეული უარყოფითი ფსიქოლოგიური მუხტი შინაგანად, ხო? და აქ არის 4 მომენტი გასათვალისწინებელი. ესე იგი, საქმე რაშია? ის სახლი, ის ბინა, რომელშიც გაიზარდე, რომელშიც განვლო შენმა ბავშვობამ, დაახლოებით აი 8-10 წლამდე შენთვის ასოცირდება უსაფრთხო ადგილთან, ხო? შეიძლება ან უნდა იყოს უსაფრთხო. თუ ამ შემთხვევაში, მაგალითად, იყო ოჯახური სკანდალები, უსიამოვნებები, სხვადასხვა პრობლემები მატერიალური სიდუხჭირის გამო, უშუქობა, უგაზობა, უსითბოობა და ასე შემდეგ, ან თუ ამ სახლში, ამ ბინაში იყო დისკომფორტული ატმოსფერო, შესაბამისად, არის რისკი, რომ ადამიანის ქვეცნობიერმა დააკავშირა ერთმანეთთან საცხოვრებელი სივრცე და დისკომფორტი. და შემდეგ, როგორც ყველა ნორმალური ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც გაურბის დისკომფორტს, ასე ვთქვათ, ყალიბდება ესეთი პროგრამა, რომ აი ამ საცხოვრებელი სივრციდან უნდა განვერიდო, რაც შეიძლება შორს და სწრაფად. შესაბამისად, შემდეგ ამან შეიძლება ადამიანს შეუშალოს ხელი, როდესაც აი მე ეს ყველაფერი ავიწყდება, ეს ბავშვობის მოგონებები, ამან ყველაფერმა, ასე ვთქვათ, გაიარა და დარჩა წარსულში და შემდეგ, ასე ვთქვათ, მას უჩნდება ესეთი სურვილი და მიზანი, რომ კონდეს თავისი ბინა. და ამ დროს ის ვერ აცნობიერებს, რომ ასე ვთქვათ, მის ქვეცნობიერს აქვს ძალიან უარყოფითი რეაქცია საკუთარ საცხოვრებელ სივრცეზე და შესაბამისად ბლოკავს ამ მიმართულებით მის აზროვნებას, გააწყვეტილებებს, მოქმედებებს, ურთიერთობებს, კონტაქტებს და ასე შემდეგ. ანუ ცდილობს ყველანაირად ჩაშალოს ეს პროექტი. შესაბამისად, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა აღვადგინოთ შინაგანი კომფორტის გრძნობა ზოგადად ცნებასთან ჩემი საცხოვრებელი სივრცე. ანუ აი ჩემი ბინა, ჩემი სახლი, ჩემი საცხოვრებელი, აი ამ ეს სიტყვები უნდა იწვევდეს ადამიანში კომფორტს, უნდა იწვევდეს სიმსუბუქეს, უნდა იწვევდეს, ასე ვთქვათ, სიხარულის განცდას და ასე შემდეგ. როგორ გავაკეთოთ ეს? მარტივი სავარჯიშო შეგვიძლია ვცადოთ ამ თემაზე. მაგალითად, გაიხსენეთ თუ შეიძლება თქვენ ცხოვრებაში ნებისმიერი მომენტი, როდესაც თავს გრძნობდით, აი გადასარევად, ფანტასტიკურად პირდაპირ. არა აქვს მნიშვნელობა, რას ეხებოდა ეს, რა ასაკში იყო ეს. აი რაიმე ძალიან ისეთი კარგი სასიამოვნო მოგონება, თუ ვერ გახსენდებათ კარგი მოგონება, უბრალოდ წარმოიდგინეთ რამე ისეთი პირობები, სადაც იქნებით, სადაც თავს იგრძნობთ გადასარევად. შეგიძლიათ იმდენად კარგად კონცენტრირდეთ ამაზე ყველაფერზე, თუ გინდათ თვალებიც დახუჭეთ და აი წარმოიდგინეთ, რომ ისევ იქ ხართ, აი იმ ძალიან სასიამოვნო სიტუაციაში, სადაც გრძნობთ კომფორტს, სადაც გრძნობთ სიმსუბუქეს, შესაძლოა სიხარულს, ბედნიერებას და ასე შემდეგ. და როდესაც იგრძენით, რომ კარგად კონცენტრირდით ამაზე, ანუ დაიწყეთ ამის განცდა, მაგალითად მარჯვენა ხელზე დააჭირეთ ერთმანეთს ცერათითი და შუათითი, ეს ბალიშები დააჭირეთ ერთი 10-15 წამით და წარმოიდგინეთ, რომ ხართ აი იმ სასიამოვნო გარემოში, იმ სიტუაციაში და გრძნობთ აი ამ სასიამოვნო განცდებს. ძალიან კარგი. ახლა შეგიძლიათ
გავუშვათ, ასე ვთქვათ. და ახლა დაფიქრდით, აი რა არის თქვენი სასურველი საცხოვრებელი, ხო? მაგალითად, როგორი ბინა გსურთ, ან როგორი სახლი გსურთ. ოღონდ დარჩით თუ შეიძლება ეს საღი აზრის ფარგლებში, ხო? თუ მაინდა-მაინც ბევრი რაღაც საშუალება არ გაქვთ, მაინდა-მაინც ვერსალზე ნუ დაფიქრდებით. ნუ შეაშინებთ საკუთარ ტვინს, იმიტომ რომ ის გადაწყვეტს, რომ ასე ვთქვათ, ნუ ეს არარეალურია. ამიტომ დასახეთ რაღაცა რეალური, თუნდაც აი მინიმალური წინსვლა ამ მიმართულებით. დახუჭებთ თვალი, ასევე წარმოიდგინეთ თქვენთვის სასურველი პირობები და წარმოიდგინეთ, რომ ხართ აი თქვენთვის სასურველ ბინაში, თქვენთვის სასურველ საცხოვრებელ სივრცეში, თქვენთვის სასურველ ადგილას. და მიაქციეთ ყურადღება, წარმოიდგინეთ ის გრძნობა, რომელიც დაგეუფლათ მაშინ, როცა მიხვდით, რომ ეს არის თქვენი. და ამ დროს მარცხენა ხელზე დააჭირეთ ერთმანეთზე, ესე იგი წერა თითის და შუა თითის ბალიშები და ესეც დაიკავეთ ეს. გადასარევი. ახლა გაახილეთ თვალი. ახლა ორივე ხელზე. წერა თითები და შუა თითები, ხო? დავაჭიროთ ერთმანეთს, რომ ჩვენ ტვინში დაუკავშირდეს ერთმანეთს. თქვენი სასურველი საცხოვრებელი სივრცე, ბინა იქნება ეს თუ სახლი და შინაგანი კომფორტის, სიხარულის, სიმსუბუქის მდგომარეობა. რომ თქვენი ქვეცნობიერის პროგრამა შეიცვალოს. ძალიან კარგი. ამას რაც უფრო ხშირად გააკეთებთ, მით უფრო კარგი. დღეში ერთხელ რო გააკეთოთ, საერთოდ გადასარევი იქნება. აქ უნდა მიხვდეთ ერთ რამეს. აქ შეიძლება კონტრარგუმენტი წარმოგეშვათ, რომ აი იმ ეკონომიკურ პირობებში, სადაც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, ეს არის შეუძლებელი, მაგრამ თუ ტვინმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი საცხოვრებელი სივრცე არის ემოციურად ნეგატიური რამ, მაშინ ის დაბლოკავს იმ უნარების განვითარებას, იმ ურთიერთობების განვითარებას, იმ სიტუაციებში მოხვედრას, სადაც შეიძლება მაგალითად თქვენმა მატერიალურმა მდგომარეობამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადოს, ხო? ან დაბლოკავს ყველანაირ მოხვედრას ისეთ პირობებში, სადაც შესაძლოა, ასე ვთქვათ, გარკვეული სხვა პირობების დამთხოვების შემთხვევაში გაგიჩნდეთ თქვენი საცხოვრებელი სივრცე. ეს იყო პირველი, ანუ უნდა შევცვალოთ ასოციაცია, ნეგატიური ასოციაცია, რომელიც ჰქონდა საკუთარ საცხოვრებელ სივრცესთან, პოზიტიურზე. როგორ გავაკეთოთ ეს? აგიხსენით. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც ნაკლებად ფიქრობენ ხოლმე, მაგრამ ჩემმა 20 წლიანმა პრაქტიკამ მიჩვენა, რომ შეიძლება ამაშიც იყოს მიზეზი. როდესაც ჩვენ, ასე ვთქვათ, სანამ დავიბადებით და დედის მუცელში ვართ, იმ მომენტში ჩვენთვის დედის მუცელი წარმოადგენს საცხოვრებელ სივრცეს, ხო? იმ შემთხვევაში თუ დედა ავადმყოფობდა, ან უბედურად გრძნობდა თავს, ან მას ასე ვთქვათ ებოქსავებოდნენ გინდა ფიზიკურად, გინდა ფსიქოლოგიურად, ამ შემთხვევაში ჩვენთვის აი ეს ჩვენი საცხოვრებელი სივრცე დედის მუცელი, ხო, იყო დისკომფორტის წყარო. შესაბამისად, აქაც გვაქვს ასოციაცია შესაძლებელი. როგორ ვაკეთებთ ამას? გაიხსენეთ ნებისმიერი მომენტი, როდესაც გაქვთ ესეთი ძალიან პოზიტიური ემოცია დაკავშირებული დედასთან. შეიძლება ძალიან ბევრი იყო თქვენ ცხოვრებაში ესეთი, შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ სადღაც 2 წუთს მაინც მონახავთ, სადღაც 2-3 წუთი ხო იყო თქვენ ცხოვრებაში, მინიმუმ. რომ ასე ვთქვათ, საკუთარი დედის მიმართ, საკუთარი დედასთან დასწრებით თავს გრძნობდით, აი ძალიან კარგად. გაიხსენეთ ეს მომენტი ან მომენტები, კონცენტრირდით მასზე, მთელი ყურადღება გადაიტანეთ და რომ იგრძნობთ. გახსენდებათ ეს ემოცია, ეს გრძნობა, ორივე ხელზე იგივე თითები, ესე იგი, წერა თითები და შუა თითები, ერთმანეთს დააჭირეთ და 10-15 წამი ესე გვეჭიროს, რომ შეიცვალოს, გაპოზიტიურდეს, ასე ვთქვათ, აი ეს ასოციაციაც, რომელიც დაკავშირებულია დედის მუცელთან, როგორც საცხოვრებელ სივრცესთან. კეთილი.
მესამე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ასევე არის გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ ჩვენი საცხოვრებელი პირობები გავაუმჯობესოთ, ეს არის რა ემოციურ რეაქციას იწვევს ქვეყანა, საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობთ, იმიტომ რომ ესეც აღიქმება როგორც საცხოვრებელი სივრცე, როგორც სახლი. ხომ ამბობთ ჩემი ქვეყანა, ხომ ამბობთ ჩვენი საზოგადოება, ხომ ამბობთ ჩემი ერი და ასე შემდეგ, ხო ამბობთ ჩემი ხალხი. როდესაც ამას ამბობთ, ტვინის გარკვეული ნაწილი აღიქვამს ამას, ესე ვთქვათ, თქვენ საცხოვრებელ სივრცეში. შესაბამისად, აქაც თუ გაქვთ რამე ნეგატიური ასოციაცია, ტვინს უჭირს საკუთარი საცხოვრებელი სივრცის, ასე ვთქვათ, შექმნა, შეძენა, აქეთკენ წინსვლა, აქეთკენ მოძრაობა საერთოდ, ელემენტარულად, იმიტომ რომ აქაც ნეგატიური ასოციაცია გაქვთ. ანუ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი, ვიმეორებ, დისკომფორტს არ ეძებს სპეციალურად. შესაბამისად, მოდით გავიხსენოთ ნებისმიერი მომენტი, როდესაც საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების, ხალხის მიმართ გრძნობდით ან სიხარულს, ან სიამაყეს, ან კომფორტს, ნებისმიერ პოზიტიურ ემოციას. აი, ნებისმიერი პოზიტიური მოგონება დაკავშირებული საკუთარ სამშობლოსთან, საკუთარ ქვეყანასთან, საკუთარ საზოგადოებასთან, ხო? არა აქვს მნიშვნელობა, რას ეხებოდა ეს, რამდენ ხანს გრძელდებოდა. მთავარია, რომ აი იმ მომენტში თავს გრძნობდით კარგად. გაიხსენეთ ესეთი მომენტი, კონცენტრირდით მასზე და როდესაც გაგახსენდებათ ეს შინაგანი გრძნობა, ორივე ხელზე იგივე თითები, ესე იგი ცერა თითების და შუა თითების ბალიში. კიდევ ერთხელ დავაჭიროთ და დავიკავოთ აი ესე 10-15 წამი. კეთილი. და მეოთხე მნიშვნელოვანი მომენტი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი, ასე ვთქვათ, ქვეცნობიერი სახლად და საკუთარ საცხოვრებელ სივრცედ ასევე აღიქვავს მთლიანობაში პლანეტას. თუ გაქვთ ასეთი აზრები, რომ ეს კაცობრიობა არის უარგისი, ცუდი, პლანეტა არის, ასე ვთქვათ, დისკომფორტული ადგილი, შეიძლება გაგიკვირდეთ, ხო, რა შუაშია მთლიანად დედამიწა და რა შუაშია ჩემი ბინა. მაგრამ ჩვენი ტვინი ამასაც ითვალისწინებს. მიაქციეთ ყურადღება, რომ აი ამ შემთხვევაშიც თუ გაქვთ ნებისმიერი ტიპის ნეგატიური ასოციაცია, გაუჭირდება, არ ვიტყვი რომ მთლიანად დაბლოკავს თქვენი ტვინი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიჩქარეს შეანელებს ყოველ შემთხვევაში. თქვენი მიზნისკენ, ხო, თქვენი მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ გაგიჩნდეთ საკუთარი საცხოვრებელი სივრცე. სახლი იქნება, ბინა იქნება, სხვა რაღაცა იქნება. მე ვიქნება სასახლე, არ ვიცი. გემოვნების ამბავი. ამიტომ გაიხსენეთ ან წარმოიდგინეთ ნებისმიერი თქვენი პოზიტიური აზრი დაკავშირებული დედამიწასთან, პლანეტასთან, მაგალითად, ბუნებაში რო ხართ სადღაც და რაღაცა ძალიან პოზიტიურად რო გრძნობთ თავს, ან კიდევ სხვა რაღაცა. აი ესეთ რაღაცაზე გადაიტანეთ თქვენი ყურადღება და გაიხსენეთ აი ის პოზიტიური ემოცია, რომელიც გიჩნდებათ მაგალითად ბუნების რომელიმე ძალიან ლამაზი მოვლენის ყურებისას, ხო, ან შეგრძნებისას. და როდესაც ამ გრძნობას გაიხსენებთ, ასევე ორივე ხელზე დავაჭიროთ, ასე იგი, ცერა თითები და შუა თითები, დავიკავოთ 10-15 წამი. ახლა თითები ასეთ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ, ხო? და ცოტა ხანი იოცნებეთ უბრალოდ, ასე ვთქვათ, თქვენს საცხოვრებელ სივრცეზე. გაბედეთ და იოცნებეთ ცოტა ხანი, ნახევარი წუთი, 1 წუთი მაინც. მომავალში გაუშვით თქვენი ყურადღება, იმიტომ რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ ახლა ეს სავარჯიშო, ჩვენ შევქმნით საკმაოდ სერიოზული ენერგიის მარაგი და ახლა ყურადღება უნდა მივმართოთ მომავალში, რომ ეს ენერგია, ასე ვთქვათ, დავაინვესტიროთ სასურველ მომავალში, თქვენ სასურველ მომავალში. შვენიერი. ახლა რა მინდა გირჩიოთ. თუ თქვენთვის აქტუალურია, ასე ვთქვათ, თქვენი ბინის, სახლის, საცხოვრებელი სივრცის შეძენა, აი ეს ვიდეო, ხო? გირჩევთ, რომ უყუროთ მას
1 კვირა ან 2 კვირა ან 3 კვირა მინიმუმ. რატო? იმიტომ რომ მაგალითად 3 კვირაში თუ ამას უყურებთ და მარტივ სავარჯიშოს გააკეთებთ, თქვენს გონებაში ჩამოყალიბდება ახალი ნეირონული ქსელები, ასე ვთქვათ, რომელიც ძალიან პოზიტიურ კავშირს შექმნის, პოზიტიურ ემოციურ კავშირს შექმნის საკუთარ საცხოვრებელ სივრცესთან, ხო? საკუთარი ბინის დონეზე, დედასთან ურთიერთობის დონეზე, ასე ვთქვათ, საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების მიმართ დამოკიდებულების დონეზე და პლანეტასთან დამოკიდებულების დონეზე ზოგადად, ხომ? ეს არის ყველაფერი ჩვენი სახლი. შესაბამისად, გააკეთეთ ეს. ბუნებრივია, რომ ხელის განძრევაც გჭირდებათ, ასე ვთქვათ, უბრალოდ, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი მედიტაციით ცვლის საერთოდ მოქმედებს და ცხოვრებას და მერე უკვე რატო არ მაქვს შედეგი. აკეთეთ ეს სავარჯიშო და იმოქმედეთ, ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ ნელ-ნელა გაჩნდება თქვენ ცხოვრებაში, როგორი რაღაცა იცი, ჯერ გაიგებთ, რომ ერთმა მოაგვარა იქ თქვენს წრეში რაღაცა საცხოვრებელი პრობლემა თავისი, მეორე, მესამე, შეატყობთ, რომ ჯერ სხვა ადამიანებში დაიწყო ამან გაუმჯობესება ეს ზოგადად ნიშნავს, რომ, ასე ვთქვათ, ვიბრაციულად უახლოვდებით იმ რეალობას, სადაც თქვენც გახდებით იმ ადამიანების ჯგუფის ნაწილი, ვისაც საკუთარი საცხოვრებელი აქვს. ამიტომ მიყევით, გააგრძელეთ ეს პრაქტიკა, ბუნებრივია იმოქმედეთ, მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილები და ყველაფერი დაალაგდება, თქვენი საცხოვრებელი ბინაც გექნებათ, სახლიც და იქნებით ბედნიერები, ჯანმრთელები და წარმატებულები. აბა მომავალ შეხვედრამდე.